საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში მოქმედ ყველა ეკლესია მონასტერში წირვა შესრულდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო მცხეთაში, სადაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებად მრევლი მთელი საქართველოდან ჩავიდა. დღეს სადღესასწაულო ლიტურგია მეუფე შემაღავლინა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ. მაგა არჩევნიშვილი შემოგვიერთება ახლა მოამბის ეთერში. სვეტიცხოვლობა ქართველი მართლმადიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან უდიდესი სიწმინდე უფლის იესო ქრისტეს კვართი სწორედ სვეტიცხოველშია დაკრძალული. წირვა უკვე დასრულებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და სწორედ წირვის დასრულების შემდეგ მეუფე შიო მიმართა მრევლს ქადაგებით დღევანდელ დღეს მნიშვნელობაზე იქადაგა და ასევე სრულიად საქართველოს მიულოცა. სვეტიცხოვლობა დღევანდელ საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქვეყნის პირველი პირებიც ესწრებოდნენ. განვლილი 17 საუკუნე არის დასტური იმისა, რომ უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერი ქრისტიანობამ სულიერი სრულყოფის გზას, ჭეშმარიტებას და ცხოვრებას ქრისტეს აზიარდა. სამწუხაროდ ბოლო საუკუნეებში ერის მნიშვნელოვანი ნაწილი საგრძნობლად დასცილდა ქრისტიანულ თესვებს. ეროვნული თვითმყოფადობისგან გაუცხოება იწვევს საზოგადოების დანაწევრებას და გათიშულობას. წმინდა ილია მართლის სიტყვებით ერის პირქვე დამხობა იქედან იწყება, როდესაც იგი თავის ისტორიას ივიწყებს. სწორედ ამიტომ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავის აღნიშვნა ღვთისადმი მადლიერებასთან ერთად არის ჩვენი ქვეყნის 2000 წლოვანი ქრისტიანული ისტორიის გახსენებაც. ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში. აქ დაბრძანებული არის უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აგვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას ვანიჭებს ქართველებს. ხედავთ უამრავი ქართველებისა, სწორედ ამ რწმენაში არის სწორედ გათავისებული ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა. კიდევ ერთხელ გამოხატოთ მადლიერება უწმინდეს და უნეტარეს მიმართ იმ მრავალწლიანი ღვაწლისთვის, ნახევარსაუკუნიანი ღვაწლისთვის, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის წინაშე. დღეს მსოფლიოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა დაწყებული ომებით და დამთავრებული მოჭადრებული სიზმრით, რომელიც არის საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. და რა თქმა უნდა, ეს პრობლემა გვერდს ვერ უხსევს ვერც ჩვენს ქვეყანას. და ამ ვითარებაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ვიზრუნოთ იმაზე, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიზმრზე. ჩვენ ვართ სვეტიცხოვლის ქვეყანა. ჩვენ ვართ უფლის კვართის ძველი ერი. ეს არის ის მისია, რომელიც უფლისგან დაეკისრა ჩვენს ერს. მომავალ წელს გვაქვს უდიდესი დღესასწაული, როდესაც მთლიანად ერმა ჩვენთვის და ასევე ქრისტიანული სამყაროსთვის უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანების, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი. და ეს იქნება წელი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვანახებს თუ რას ნიშნავს ერის და ბერის ერთობა. სვეტიცხოვლობასთან ერთად ასევე დღეს აღინიშნება მცხეთობა, შესაბამისად მცხეთაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობს, მათ შორის მცხეთელების და მცხეთის სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები. ეს მაკა არჩევნიშვილი იყო.